სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ და ვამთავრებთ რობერტ სპროულის სიგნის ღმერთის სიწმინდის ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ ბოლო მე-11 თავს გავეცნობით დღეს. მადლობა ყველას, ვინც მოყვებოდა და ეს სიგნიც უფლის წყალობით იმედია რომ დაიბეჭდება, გასწორდება, რედაქტირება მოხდება და ალბათ რამოდენიმე თვეში, იმიტომ რიგში არიან სხვა ციგნებიც, რომლებიც ხლა გამბოა რატომ ერთი გზა, ღმერთის საბოთხის დიდება, ასევე როგორ ვიცხოვროთ მაშინ ფრენსის შეფერის და შემდეგი ალბათ ეს რიგში იქნება ღმერთის სიწმინდეც. მადლობა კიდევ ერთხელ და მოდით მოვისმინოთ მე-11 თავი. წმინდა სივრცე და წმინდა დრო. ესე დაასათაურა ეს თავი რობერტ სპროულმა. და წაუმძღარა ისევ კლაი სტეიპლ ლუისის სიტყვები. სად გარდა აწყოსი შეიძლება მარადილთან შეხვედრა. გასასვლელი არ არის. ფრანგი ეგზისტენციალისტი ფილოსოფოსის ჟან პოლ სარტრის მიერ დაწერილი ეს ცნობილი პიესა ასახავს მის შეხედულებას, რომ ჯოჯოხეთი სხვა ადამიანებია. ეს არის ისეთი სამყარო, საიდანაც გასასვლელი არ არის. იგივე სათაური შეიძლება რომ გამოყენებული იქნას ჩვენი თანამედროვე კულტურის მიერ, ჩვენი სამყაროს ხედვის აღსაწერად. ჩვენ ვართ ადამიანთა ის თაობა, რომლებიც თავს აქ აწყოში, გარკვეულად ხაფანგში გრძნობენ. ჩვენ ვერ გრძნობთ წვდომას ზეციურ და ტრანსცენდენტალურ სამყაროსთან. როგორც ჩანს, ჩვენ შორის არსებობს გადაულახავი უფსკრული, რომელიც გვაშორებს წმინდა არენას. როგორც ჩანს, ჩვენ განწირულები ვართ, ვიცხოვროთ ჩვენი დღეები უწმინდრობასთან მიჯაჭვულება. როდესაც ამ სიტყვებს წერ, კოსმოსური ხომალდი კოსმოსისაკენ მიემართება. ბორცვზე მყოფი ასტრონავტები მიემგზავრებიან ჰაბლის ტელესკოპის შესაკეთებლად და გასაუმჯობესებლად, რომელიც დედამიწას სამყაროს გარეხედების უპრეცედენტო ფოთოებს გადმოსცემს. შედეგად ასტრონომები შეეცდებიან, რომ კოსმოლოგიის პარადიგმებში ახალი ცვლილებები შეიტანონ. უამრავი ასეთი ახალი მონაცემები გვაიძულებენ, რომ ამ ყველაფერზე ახსნა განმარტებებიც მოვიძიოთ. ზოგიერთი მეცნიერი კვლავ ემხრობა სტაბილური მდგომარეობის სამყაროს მოძველებულ შეხედულებას. ეს თეორია უარყოფს იმ მტკიცებულებებს, რომ ჩვენი სამყარო მუდმივად ფართოვდება. მე-18 საუკუნეში გაჩნდა ახალი რელიგია, სახელწოდებით დეიზმი, რომელიც წარმოადგენდა კომპრომისს კლასიკურ ქრისტიანულ თეიზმსა და ათეისტურ ნატურალიზმს შორის. დეიზმის საყვარელი მეტაფორა იყო ღვთაებრივი საათის შემქმნელი. ღმერთი განიხილებოდა როგორც პირველი მიზეზი, რომელმაც შექმნა სამყარო ისევე, როგორც საათის შემქმნელი აპროექტებს და აწყობს საათს. დეისტები წარმოიდგენდნენ, რომ ისევე როგორც საათის შემქმნელი აერთებს ზამბარებსა და მექანიზმებს, ხოლო შემდეგ კი საათს ისე მომართავს, რომ მას შეეძლოს საკუთარი თანდაყოლილი ძალით მუშაობა. ასევე ღმერთმაც ამ სამყაროს დიდმა დიზაინერმა და შემოქმნელა შექმნა ეს სამყარო და შემდეგ კი უკან გადგა, რათა სამყარო საკუთარი მექანიკური კანონებით ემოქმედა. ისინი თვლიან, რომ ღმერთმა ეს სამყარო დახურულ სისტემად აქცია, მერე კი სამუდამოდ დაშორდა მას და უკვე არანაირად აღარ ერევა მის მოქმედებაში. დეისტები ვერ ხედავენ როგორც ღმერთის პროვიდენცია სამყაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ვერც ზეციდან წმინდა ჩარევას და შესაბამისად ვერც ქვემოდან მნიშვნელოვანი კომუნიკაციის რეალურ შესაძლებლობის მიზანს. დეიზმი როგორც სიცოცხლისუნარიანი რელიგია დიდხანს არ გაგრძელებულა. ის არ იყო დამაკმაყოფილებელი არც კლასიკური თეისტისათვის და არც მკაცრი ნატურალისტისათვის. ამიტომ ის სწრაფად გაქრა. თუმცა მისი მუდმივი მნიშვნელობა შეიძლება დავინახოთ სულ მცირე ორი მნიშვნელოვანი გზით. პირველი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ დეიზმი წარმოადგენდა პაწაწინა შეცდომას ისტორიის რადარის არეალში, ეს შეცდომა მოხდა ზუსტად იმ დროს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ყალიბდებოდა. დეიზმი მოდაში იყო დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და კონსტიტუციის შემუშავების დროს და გარკვეულწილად იმ დროს ტრადიციულმა ქრისტიანებმაც კი მიიღეს ეს შეხედულება ბუნებრივი კანონის შესახებ.
დეიზმის გავლენის მეორე წერტილი ის იყო, რომ ის ემხრობოდა შეხედულებას დახურული მექანიკური სამყაროს შესახებ, რომელიც არ ტოვებდა ადგილს ღვთაებრივი ჩარევისათვის. მიუხედავად იმისა, რომ დეიზმის რელიგია დიდი ხანი წარსულს ჩაბარდა, მისი შეხედულება სამყაროზე კვლავ აქტუალურია. ჩვენს კულტურაში ბევრი ადამიანი ამ სამყაროს ისე აღიქვავს, რომელიც სამყაროს მოქმედებს ფიქსირებული ბუნებრივი კანონებით, რომლებიც საათის მსგავსად ფუნქციონირებენ. ყველა მოვლენის ყველა მიზეზი კაცრად ბუნებაშია ფესვგადგმული და ღმერთს მხოლოდ ის რჩება, რომ ადამიანური მოვლენების შორეულ დისტანციაზე მაყურებლის როლში იყოს. ჩვენ საზოგადოებაში რელიგია შემოიფარგლება ერთგვარი პირადი თერაპიის სახით იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც უჭირთ ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევა. ჩვენი არსებობა პროფანული არსებობაა, სიწმინდის თანაყოფნის განცდის გარეშე. მაგრამ ადამიანები ყოველთვის ეძებდნენ ფანჯარას და კარს ტრანსცენდენტალურისაკენ. ჩვენ ვეძებთ ზღურბლს, რომელიც საზღვარს გადაგვიყვანს პროფანულიდან სიწმინდემდე. ეს არის წმინდა სივრცის და წმინდა მიწის ძიება. მე-20 საუკუნის რელიგიის ერთ-ერთი წამყვანი ისტორიკოსი რუმინელი წარმოშობის მირჩა ელიადე ამ ადამიანური ძიების შესახებ თავის წიგნში წმინდა და პროფანული ამტკიცებს, რომ ჩვენ ვერასდროს შევძელით სუფთა და აბსოლუტური პროფანულობის არსებობის შექმნა. ის ამბობს, ადამიანმა, რომელმაც უკვე დიდი ხანი არჩევანი გააკეთა პროფანულისკენ, ანუ არაკეთილსინდისიერი ცხოვრების სასარგებლოდ, ამის შემდეგ მან რამდენადაც არ უნდა მოახდინოს ამ სამყაროს დესაკრალიზაცია, ის მაინც ვერასდროს ახერხებს რელიგიური ქცევის სრულიად ამოხვრას მისი ცხოვრებიდანო. კაცობრიობა განუკურნებლად ჰომორელიგიურია. ჩაკეტილი სამყაროს საზღვრებშიც კი ადამიანები ეძებენ ისეთ ადგილს, რომელიც ტრანსცენდენტალთან მისასვლელად გამოდგება. ჩვენ გვგრძნობთ მტკივნეულ სიცარიელეს, რომელიც ღრიალებს, რომ ის სიწმინდით იქნას შევსებული. ჩვენ გსურს წმინდა სივრცისაკენ სწრაფვა. უდაბნოში ღმერთთან შეხვედრისას მოსემ განიცადა ამ წმინდა სივრცის ზღურბლის გადალახვა. მე წაგიკითხავთ გამოსვლის წიგნის მესამე თავიდან ამონარიც, პირველი და მეექვსე მუხლები. წყემსავდა მოსე თავის სიმამრის, მიდიანელი მღვდლის ითროს ცხვარს. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს. გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყლოვანში. ხედავს ცეცხლი უკიდია მაყლოვანს, მაგრამ არ იწვის მაყლის ბუჩქი. თქვა მოსემ, მივალ და ვნახავ ამ დიდებულ სანახავს, რატომ არ იწვის მაყლოვანი. დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავა და დაუძახა ღმერთმა შუაგულ მაყლუნიდან. მოსე, მიუგო, აქა ვარ. უთხრა, ახლოს ნუ მოხვალ, გაიძრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგეხარ, წმინდა მიწაა. უთხრა, მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისააკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა. ამ თეოფანის განცდის დროს ღმერთმა უბრძანა მოსეს უსაფრთხო დისტანციაზე დარჩენილიყო, მასთან უშუალო თანდასწრების დროს. მოსეს აეკრძალა მასთან ძალიან ახლოს მისვლა. შემდეგ ღმერთმა უბრძანა, რომ სანდლები გაეხადა. წინასწარმეტყველა ესაიას ხილვის განხილვისას ვნახეთ, რომ არსებობს კავშირი სერაფიმების ფეხების დაფარვასა და მოსეს ფეხების გაშიშვლებას შორის. ორივე შემთხვევაში მათი ფეხები მიუთითებს, რომ ისინი შექმნილი არსებები არიან. ნებისმიერ შემთხვევაში მოსეს ებრძანა, რომ მას სანდლები გაეხადა, რადგან ის წმინდა მიწაზე იდგა. მოსე შევიდა წმინდა სივრცეში. ცეცხლმოკიდებული ბუჩქისაკენ მიმავალ გარკვეულ მომენტში მან გადაკვეთა ის საზღვარი, რომელიც წმინდასა და უწმინდურს ერთმანეთისგან ყოფდა. როგორც ამ ქვეყნიური დაცემული არსება, მოსე თავად პროფანული, ანუ უწმინდური იყო. მიუხედავად ამისა, მან აქ მაინც გაბედა იმ დედამიწაზე სიარული, რომელიც ახლა წმინდა გახდა. წმინდა სივრცე, რომელიც მოსემ დაიკავა, ღვთის თანდასწრებით წმინდად იქცა. ამ ადგილას დედამიწის შემადგენლობა არაფრით განსხვავდებოდა უდაბნოს ფსკერის დანარჩენ ნაწილზე არსებული დედამიწისაგან. ამ ადგილის წმინდა ხასიათი არ იყო შინაგანი ქიმიური შემადგენლობა, არამედ ეს იყო გარეგანი. ანუ ის წმინდად იქცა გარედან, დამატებითი ღმერთის თანაყოფნით. იქ მოხდარმა მოვლენამ სრულიად ჩვეულებრივ ადგილს არაჩვეულებრივი განზომილება შესძინა. ეს ზოგადი სივრცე უჩვეულო გახდა ღვთის გამოჩენის გამო. ის რაც მოსემ განიცადა ცეცხლმოკიდებულ ბუჩქთან, არა მხოლოდ თეოფანია, არამედ ჰიეროფანიაც იყო.
ისევე როგორც სიტყვა თეოფანია ეხება ღმერთის ხილულ გამოცხადებას, ასევე ტერმინი ჰიეროფანია ეხება წმინდანის გარედგან გამოვლენას. ისტორიკოსი ელიადე აღნიშნავს, ყოველი წმინდა სივრცე გულისხმობს ჰიეროფანიას. სხვათა შორის ამ პიროვნებამ შემოიტანა ეს ტერმინი ჰიეროფანია. ამ რუმინელმა ისტორიკოსმა მირჩე ელიადემ. ისტორიკოსიც არის, თეოლოგიც არის, მაგრამ უფრო ისტორიკოსად მოიხსენიებს და ფილოსოფოსიც სხვათა შორის შეგიძლიათ ჩაიხედოთ. ამერიკაში ძალიან პოპულარული გახდა იგი. წმინდა სივრცე გულისხმობს ჰიეროფანიას, ანუ წმინდას შეჭრას, რაც თავის მხრივ იწვევს ამ ტერიტორიის გამოყოფას დანარჩენი კოსმიური გარემოდან და ასევე ის მას ხდის თვისებრივად განსხვავებულს. წმინდა სივრცის მეორე ბიბლიურ მაგალითს ჩვენ ხედავთ იაკობის მიერ ბეთელში მიღებული გამოცდილების დროს. ამ ძველი აღთქმის ამბის კომენტირებისას ისტორიკოსი ელიადე აღნიშნავს. როდესაც იაკობი ხარანში ყოფნისას მის სიზმარში დაინახა ზეცია აღმართული კიბე, რომელზეც ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ და გაიგონა უფლის ხმა, რომელიც ზემოდან ამბობდა: მე ვარ უფალი ღმერთი აბრაამისა, გაიღვიძა, შეეშინა და წამოიძახა. რა საშინელია ეს ადგილი? ეს ხო არაფერია თუ არა ღვთის სახლი და ეს არის ცის კარიბჭე და აიღო ქვა, რომელიც მისი ბალიში იყო და ძეგლად აღმართა და ზეთი დაასხა თავზე. მანამ ადგილს ბეთელი უწოდა, ანუ ღვთის სახლი. ამას ჩვენ დაბადების წიგნის 22 თავში კითხულობთ. მუხლები 12 და 19. მის გამოთქმაში ზეთის კარიბჭის მნიშვნელობა ღრმა და მრავალმხრივია. ეს ისე კომენტარს აკეთებს ელიადე, აგრძელებს ამას ისტორიკოსი. როცა ღმერთი განსაკუთრებულად საკუთარ თავს ავლენს რომელიმე ადგილზე, ეს ადგილი წმინდა და განსაკუთრებული ხდება, რადგან თითქოს და აქ იხსნება ზეცა, ანუ კავშირი მყარდება ზეცასთან. ეს ადგილი ხდება ერთგვარი გადასასვლელი, სადაც ადამიანი ან რამე ერთი მდგომარეობიდან სხვა, უფრო განსხვავებულ მდგომარეობაში გადადის. და ასე შემოიფარგა ელიადე. ახლა რობერტ სპროული აგრძელებს. ამ მოვლენის ურთიერთქმედებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სურათია დაკავშირებული. პირველი არის კიბის გამოსახულება აღმავალი და დამავალი ანგელოზებით. კვლავ ხედავთ, რომ კიბე ემსახურება როგორც დამაკავშირებელ რგოლს, ცასა და დედამიწას, ასევე წმინდასა და უწმინდურ შორის. კიბე აღწერს თითქოს და ჩაკეტილ სამყაროდან გამოსავალს. მეორე ეს წმინდა სივრცე იღებს ახალ სახელს, ბეთელს. ზუსტად იმიტომ, რომ ის არა მხოლოდ ღვთის სახლად ითვლება, არამედ სრულიად შესაძლოა უფრო მეტად მნიშვნელოვან ვირტუალურ კარიბჭედ იქნას მიჩნეული. სახლს მხოლოდ პორტალი არ აქვს, ის პორტალია თავად, ანუ თავად კარი, რომელიც სამოთხეში შესასვლელს უზრუნველყოფს. გამოსახულების მესამნიშნავანი განზომილება და მე ვრიჩევ სიტყვას მნიშვნელოვანი მისი პირდაპირ მნიშვნელობის გამო, რაც ნიშნის მატარებელია, არის ქვის გამოსახულება. თავდაპირველად ქვა იყო ჩვეულებრივი ქვის ნაჭერი, რომელიც გამოიყენებოდა ანტიკურ ხანაში საერთო დანიშნულებით, კერძოდ იაკობის თავის დასადებად ბალიშის როლში, როდესაც მას ღამით ეძინა. ჰიეროფანის შემდეგ კი ამ ქვას ენიჭება უფრო სხვა დიდი დანიშნულება. ის გარდაიქმნება მისი ზოგადი დანიშნულებიდან უჩვეულო დანიშნულებად. მას ზეთით ცხებენ კურთხევის მარტივი რიტუალის დროს, რათა ის წმინდა სივრცის, წმინდა აღნიშნულ საგნად იქცეს. ის აღნიშნავს იმას, რასაც ისტორიკოსი ელიადე ცასა და დედამიწას შორის გადასასვლელ ადგილს უწოდებს. ბიბლიურ დროში წმინდა სივრცე ხშირად აღინიშნება როგორც გასასვლელი ადგილი. ამას ხედავთ ნოესა და მისი ოჯახის შესახებ ჩანაწერში, როდესაც ისინი გადაურჩნენ წარღვნას. ჩვენ კითხულობთ დაბადების წიგნის მერვე თავს, მუხლები 14 და 20. მეორე თვის 27 დღეს გამოშრა დედამიწა. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს: გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი შვილები და მათი ცოლები, ყველა ცხოველი შენთან ყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი. გამოიყვანე შენთან ერთად, მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყანად. გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები. ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი ფრინველი, თავთავისი გვარისა და მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან. აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო ამოარჩია ყოველი წმინდა პირუტყვიდან და ყოველი წმინდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე. როგორც კი წყლის დონე დაეცა და ნოეს ოჯახმა შეძლო კიდობნის დატოვება, მათ ააშენეს სამსხვერპლო. სამსხვერპლოს უშუალო დანიშნულება იყო ღმერთისათვის შეწილის ადგილის უზრუნველყოფა.
თუმცა ეს არ იყო სამსხვრობლოს ერთადერთი ფუნქცია. სამსხვრობლო ასევე ემსახურებოდა ახალი დასაწყისის ადგილის აღნიშვნას, იმ ადგილის განსაზღვრას, სადაც მოხდა გარდამავალი გზა განადგურებიდან გამოსყიდვამდე. მსგავსი ეპიზოდი გვხვდება მთელ ძველ აღთქმაში. გამოეცხადა უფალი აბრაამს და უთხრა: შენი მოდგმისათვის მომიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვროლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას. გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთილის აღმოსავლეთით, ბეთელის აღმოსავლეთით და გაშალა კარავი. ბეთელი დასავლეთით ემხრო, ხოლო ხაგაი აღმოსავლეთით. იქ აუგო სამსხვროლო უფალს და ახსენა უფლის სახელი. დაბადება 12:7-8. ასევე კითხულობთ ჩვენ კიდევ აბრაამის ისტორიას დაბადების 26-ე თავში. დაიძრა იქიდან ბერშებისაკენ, გამოეცხადა იმ ღამით უფალი და უთხრა: მე ვარ აბრაამის მამა შენის ღმერთი, ნუ გეშინია, რადგან შენ თარ ვარ. გაკურთხებ, გაგიმრავლე შთამომლობას აბრაამის ჩემი მორჩილის გულისათვის. ისააკზე აქ ლაპარაკი უკვე. აღმართა იქ სამსხობლო და ახსენა უფლის სახელი. დასცა იმ ადგილას კარავი და იქაც ამოიღეს ჭა ისააკის მორჩილემა. ეს უკვე ისააკის ისტორია 26-ე თავში. და შემდეგ ისე მოსეს უბრუნდებით. მივიდა მოსე და შეატყობინა ხალხს უფლის ნათქვამი და ყველა სჯულდება. ერთხმად უპასუხა ხალხმა და უთხრა: ყველაფერს შევასრულებთ, რაც უბრძანებია უფალს. დაწერა მოსემ უფლის სიტყვები, ადგა დილა ადრიან და აღმართა მთისძირა სამსხვერპლო და 12 სვეტი ისრაელის 12 შტოს მიხედვით. აი სანამდე უკვე კარავი გაიშლებოდა და აიგებოდა, ნახეთ, უკვე მოსე ამას აკეთებს, ხო? ეს მონაკვეთი აჩვენებს შემთხვევებს, როცა სამსხვერპლო წმინდა ადგილას აღნიშნავს, მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ გადასასვლელს. თითოეული ეს მონაკვეთი აჩვენებს ხიდს, რომელიც აკავშირებს უწმინდურს წმინდასთან, რომელიც ხდება ან ღვთის გამოჩენით ადამიანების წინაშე, ან კიდევ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, რომლებიც ადამიანებს წმინდანებად და გამოყოფილებად აქცევს. დანარჩენი პროფანული სამყაროდან. ჩვენი კონტაქტი წმინდასთან არ არის მხოლოდ რეალობის სხვა განზომილებასთან შეხვედრა. ეს არის შეხვედრა აბსოლუტურ რეალობასთან. ქრისტიანობა არ არის რელიგიური გამოცდილებასთან შემთხვევით შეხება. ის გულისხმობს შეხვედრას წმინდა ღმერთთან, რომელიც ქმნის ადამიანის არსებობის ცენტრს და ბირთვს. ქრისტიანული რწმენა თეოცენტრულია. ღმერთი არ არის ქრისტიანების ცხოვრების ზღვარზე, არამედ ის სწორედ ცენტრშია. ღმერთი განსაზღვრავს ჩვენს მთელ ცხოვრებას და მთელ მსოფლმხედველობას. ჩვენს თანამედროვე გამოცდილებაში ჩვენ განვიცდით წმინდა სივრცეს ეკლესიის სამლოცველოებში. ბიბლიური სიტყვა ეკლესია ეხება ადამიანებს და არა შენობებს. თუმცა, როდესაც ადამიანები იკრიბებიან თაყვანისცემისათვის, მათ სჭირდებათ ფიზიკური შეხვედრის ადგილი. რადგან ეკლესიის შენობა არის თაყვანისცემისათვის განკუთვნილი ადგილი, ჩვენ ეკლესიის შენობის შემოკლებულ ვერსიას უბრალოდ ეკლესიად ვიყენებთ. ამ გაგებით ეკლესიები დაპროექტებული და შენება როგორც ერთგვარი წმინდა სივრცე, რომელიც განკუთვნილია წმინდასთან შეხვედრის ადგილისათვის. ეკლესიის არქიტექტურა განსხვავებულია. ყველა ეკლესიის შენობა გადმოსცემს და ატარებს გარკვეულ არავერბალურ გზავნილს. წარსულში გოთური ტაძარი შექმნილი იყო იმისათვის, რომ ყურადღება ღვთის ტრანსცენდენტალურობაზე გამახვილებულიყო. მაღალი ჭერის, თაღოვანი სივრცის, კოშკებისა და შუბების გამოყენება ემსახურებოდა იმის გადმოცემას, რომ ამ შენობაში ადამიანები ხვდებოდნენ წმინდას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი თანამედროვე ეკლესიის შენობა კვლავ იყენებს შუბებს და თაღოვან ჭერს ღვთის საოცარი სიწმინდის მისანიშნებლად, სხვა ეკლესიის შენობები დაპროექტებულია თანასაძმო ურთიერთობების ობიექტის შესაქმნელად. ეს ეკლესიები შეიძლება უფრო მეტად ქალაქის საზოგადოებრივი შეხვედრის დარბაზებს ან თუნდაც თეატრებს გავდეს. ზოგიერთ ამ ეკლესიაში საკურთხეველი სანახავროდ სცენადაც კი იქცევა ხოლმე, ხოლო კრება კი აუდიტორიად. ეს ტენდენცია შეიძლება აღიქმებოდეს როგორც წმინდა სივრცის შეურაცხყოფა, რათა მოიხსნას ნებისმიერი დისკომფორტი, რომელსაც იწვევს ჩვენი წმინდა ღმერთთან თანაყოფნის შიში. ასე რომელსაც იწვევს წმინდა ღმერთთან ჩვენი თანაყოფნის შიში. ასეთ გარემოში ადამიანები უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს სხვა ადამიანებთან შეხვედრისას, რადგან ისინი სწორედაც რომ უშიშრად ტკბებიან ერთმანეთთან ზიარებით.
ამ ფუნქციურ ეკლესიებში ხშირად იკარგება ხოლმე იმ ზემორე ხსენებული ზღურბლის ღრმა შეგრძნება. ზღურბლი გარდამავალი ადგილია. ის ერთი სამყარო და მეორეში გადასვლას აღნიშნავს. ერთმა მეგობარმა ცოტა ხნის წინ მიამბო ზღურბლის შეგრძნების შესახებ, რომელიც მას და მის ოჯახს ჰქონდათ. სენტ-ლუისში ნათესავთან ყოფნისას, ჩემი მეგობარი და მისი ქმარი ორი შვილით სენტ-ლუისის საკათედრო ტაძარს ეწვივნენ. როდესაც ოჯახი ავტოსადგომი და საკათედრო ტაძრის წინ მიდიოდა, ისინი ხუმრობდნენ და საუბრობდნენ თბილ ამინდზე, ამოსულ ნარგიზებსა და სხვა ჩვეულებრივ ნივთებზე. როგორც კი ისინი მზის შუქიდან ტაძარში შევიდნენ, საუბარი მოულოდნელად შეწყდა. ისინი გაოცებულები იყვნენ ბრწყინვალე მოზაიკის ნამუშევრით, რომელიც მათ ზემოთ იყო აღმართული საკათედრო ტაძრის ფოიებში. ჩემი მეგობარი განსაკუთრებით დაინტერესდა მისი ქალიშვილის საქციელით, რომელიც აქამდე არასდროს ყოფილა საკათედრო ტაძარში. მოზარდმა ფეხის წვერებზე სიარული დაიწყო. თითქოს მისი ნაბიჯების ხმა ან ფეხსაცმლის შეხება იატაკზე რაღაცას შეაწუხებდა. როდესაც დედა და ქალიშვილი საკურთხეველში შევიდნენ, 8000-ზე მეტი ფერის 53 მილიონი მოზაიკური ფილა ბიბლიიდან აღებულ ისტორიებს ასახავდა. წმინდა ლუის ცხოვრებიდან. მათი ქალიშვილი 10 წუთის განმავლობაში იდგა და თაღოვან ჭერს უყურებდა. შემდეგ ის ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა და ნელა ატრიალებდა თავს, რათა მის გარშემო კედლები შეესწავლა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს ჩვეულებრივ მოლაპარაკე მოზარდი არაფერს ამბობდა. ის მოხიბლული იყო სილამაზით, სიმშვიდით და წმინდა სივრცით. ქალიშვილი, რომელსაც სურდა ტაძრის წინ განლაგებული ტრანსპეპტებისა და სამლოცველობის შესწავლა, სკამიდან ადგა და უფრო ახლოს დაათვალიერეს ყველაფერი. მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის გადადების შემდეგ ის დაბრუნდა სკამზე, რათა დედასთვის შეეკითხა. შესაძლებელია იქ სიარული? დედამ აუხსნა, სად იყო მათთვის მისაღები სიარული და სად იყო აკრძალული. როდესაც ჩემი მეგობარი უყურებდა იმას, თუ როგორ ათვალიერდა მისი ქალიშვილი ტაძრის დანარჩენ ნაწილს, დედა მიხვდა, რომ ამ მოზარდმა ყოველგვარი მითითების გარეშე იგრძნო მის წმინდა სივრცეში იმყოფებოდა. მან ზღურბლი გადალახა. ასევე განხილვის გარეშე ამ მოზარდმა იგრძნო, რომ ის თავისი ადამიანური ბუნებით შეურაცხყოფელი იყო. მისი ხმის ხმა, მისი ნაბიჯების ხმა, მისი ფეხსაცმლის შეხება იატაკზე, რატომღაც შეურაცხყოფელი იყო ამ ადგილას გამოლენილი სიწმინდისათვის. ეს ის წმინდა მიწაზე იმყოფებოდა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ასეთი მიდგომა აკნიებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რომ ღმერთი ყველგან ყოფია და როგორც ღვთის მოქმედების თეატრში მთელი მისი ქმნილება წმინდა. თუმცა ბიბლია გაცილებით პოზიტიურად არის განწყობილი სივრცის იდეის მიმართ. წმინდა სივრცის კურთხევა არ მთავრდება ძველი აღთქმის დასრულებით. ის ფესვგადგმულია და დაფუძნებულია თავად სამყაროს შექმნის აქტიდან მოყოლებული და რაღაც რაც ღრმად მნიშვნელოვანი ადამიანის სულისათვის იკარგება, როდესაც ის უგულველყოფილია. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში არის ისეთი ადგილები, რომელსაც ჩვენ მოგონებებში ვაფასებთ და წმინდას უწოდებთ. მე მაქვს უსწნაური პატივისცემის გრძნობა იმ ოთახის მიმართ, რომელშიც ქრისტესკენ მოვექეცი. კარგად ვიცი, რომ ამ ოთახს განსაკუთრებული ძალა არ აქვს და რომ ეს არ იყო ოთახი, რომელსაც მე მომაქცია მის ქრისტესკენ. მიუხედავად ამისა, ეს იყო ადგილი, სადაც პირველად შეხვდი ქრისტეს. ეს წმინდა ადგილი ყოველთვის დარჩება ჩემ ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილად. 1996 წელს გადავწყვიტე მომეწყო ტურნე და დამეთვალიერებინა ის ადგილები, რომლებმაც მარტინ ლუთერის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. ვესტუმრე ვიტენბურგის ეკლესიას, რომელიც კარზეც ლუთერმა თავისი 95 თეზისი მიაჭედა. ვიყავი ასევე ერფურტში, სადაც ის ღვთელმსახურად აკურთხეს და ვარტბურგის ციხესიმაგრეში, სადაც მან ბიბლია თარგმნა. ქრისტიანული ისტორია ამ ადგილებში იქმნებოდა. ჩემთვის მათ გარკვეული წმინდა მნიშვნელობა აქვთ. მსგავსი გრძნობები მქონდა, როდესაც ჟენევაში კალვინის ეკლესიას და შოტლანდიაში ნოქსის ეკლესიას ვესტუმრე. თუმცა ეს ყველაფერი უმნიშვნელოა წმინდა მიწაზე, იერუსალიმში და ისრაელში მოგზაურობასთან შედარებით. იქ ზეთის ხილის მთაზე დგომისას ან ვია დოლორასაზე სიარულისას ადგილი თითქმის მოჩვენებებით იყო სავსე. მთელი მსოფლიოდან მომლოცველებს არაჩვეულებრივი საერთო გზნობა ეუფლებათ, როდესაც კი ისინი შედიან იმ ადგილებში, რომლებიც განკაცებული ღმერთის ვიზიტით წმინდად იქცა. ეს ადგილები წმინდაა, რადგან მისი თანდასწრება შეეხო მათ. ღვთის სიწმინდა ეხება არა მხოლოდ სივრცეს, არამედ დროსაც. ახალი აღთქმის ბერძნულ ენაში ორი განსხვავებული სიტყვაა, რომლებიც შეიძლება ითარგმნოს როგორც დრო. პირველი არის ქრონოს, რომელიც ჩვეულებრივ დროის ჩვეულებრივ წამიერ სვლას აღნიშნავს. ისეთი სიტყვები როგორიცაა ქრონიკა, ქრონოლოგია, ქრონომეტრი
ამ ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს. დროის მეორე ბერძნული სიტყვა კაიროსი. კაიროსი აღნიშნავს განსაკუთრებულ მომენტებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი სიტყვა, რომელიც მას ინგლისურად თარგმნეს. ყველაზე ახლოს, რაც ჩვენ ამასთან გვაახლოებს, არის სიტყვა ისტორიული. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყველა წარსულის მოვლენა ეს ისტორიაში მოხდარი მოვლენაა, მაგრამ ყველა ამ მოვლენას ჩვენ არ უწოდებთ ისტორიულ მოვლენას. ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ხდება ისტორიაში, ისტორიულია, თუმცა ტერმინს ისტორიული ვიყენებთ განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენებისათვის. ჭეშმარიტ ისტორიული მოვლენები არის ის გარდამტეხი მომენტები, რომლებიც ისტორიას საფუძველს უდებენ, სწორედ ამ მოსავალი წერტილიდან. ბიბლიურ ისტორიაში კაიროტული მოვლენები ხდება ქრონოსის კონტექსტში. ქრისტიანობა არ არის რელიგია, რომელიც უბრალოდ ვერტიკალურ მოვლენებზეა დაფუძნებული, რომლებიც ისტორიის კონტექსტიდან არის ამოღებული. ბიბლიური რწმენა ფესს გადგმული და დაფუძნებულია რელიგიური ისტორიის სიბრტყეში. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია ავლენს ისტორიის განსაკუთრებულ სახეობას, რომელსაც მეცნიერები გამოსყიდვის ისტორიას უწოდებენ, ის მაინც ერთგულია იმ იდეისა, რომ გამოსყიდვა, რომელიც გამოვლინდება გამოსყიდვის ისტორიაში. კაიროტული მოვლენები მოიცავს ისეთ კრიტიკულ მომენტებს, როგორიცაა სამყაროს შექმნა, ცოდვად დაცემა, გამოსვლა, ტყვეობა, განკაცება, ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება და სულთმოფენობა. ეს მოვლენები ღვთის ისტორიაში მოღვაწეობის გარდამტეხი მომენტებია. ისინი სავსეა გამოსყიდვის მნიშვნელობით. ასეთი კაიროტული მოვლენები ხშირად აღინიშნება ბიბლიაში წმინდა დროის ელემენტებით. ეს დრო მიუთითებს წმინდანების მიერ ამ სამყაროში შეფერხების ან შეჭრის არაჩვეულებრივ მომენტებზე. ჩვენს კულტურაში გვაქვს ჩვეულება გარკვეული დღეები აღვნიშნოთ დღესასწაულის სახელით, რაც არის აბრევიატურა ფრაზის holiday, ანუ წმინდა დღე. ჩვენს ქვეყანაში ყველა დღესასწაული არ აღინიშნება რელიგიური კონოტაციით. დღესასწაულების უმეტესობა მცირე ინტერესით ჩენს ღვთის სიწმინდის მიმართ. თუმცა, რადგან ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ითვლება, როგორც მეხსიერების ცენტრალური ამოსავალი წერტილები, ისინი გამოყოფილია კალენდარული წლის რიგითი და ჩვეულებრივი დღეებისაგან. ჩვენთვის ნაცნობია კულტურული და ცერემონიალური რიტუალები, რომლებიც აღნიშნავენ ჩვენ ცხოვრებაში გარდამავალ ეტაპობრივ მომენტებს. ეს რიტუალები ყოველთვის არ არის დაკავშირებული რელიგიურ შემთხვევებთან. სინამდვილეში ზოგიერთი რიტუალი შეიძლება იყოს პროფანული, ანუ არაკეთილსინდისიერი, ან კიდევ ისინი იყოს დაკავშირებული მითოლოგიასთან. მაგრამ რიტუალები მნიშვნელოვნად ითვლება ზუსტად იმიტომ, რომ ისინი აღნიშნავენ ერთი ეტაპიდან ან ერთი სტატუსიდან მეორეზე გადასვლის ზღურბლს და მომენტს. პოპულარული ბალადა გამოსაშვების დღე ადიდებდა ახალი წლის ღამეს, ფეხბურთში გამარჯვებას იმ კუთხით, რომ ისინი იყვნენ დასამახსოვრებელი მომენტები ადამიანების ცხოვრებაში. ჩვენ აღვნიშნოთ ასეთ გარდამავალ პერიოდებს ზეიმით, დღესასწაულებით, მისალოცი ბარათებით და სხვა კულტურული სიმბოლოებით. ქრისტიანული რწმენა მოიცავს წმინდა დროის მნიშვნელოვან განზომილებას. თუმცა ჩვენი ეს წმინდა დრო რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და არა მითოლოგიაზე. წმინდა დროის პირველი აღწერა ჯერ კიდევ თავად ღმერთმა შეასრულა სამყაროს შექმნის საქმეში. გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობით. გაასრულა ღმერთმა მე-6 დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა და დაისვენა მე-7 დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა. აკურთხა ღმერთმა მე-7 დღე და წმინდა ხო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისაგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა. დაბადების წიგნის მეორე თავის პირველი და მესამე მუხლები. ღმერთმა მე-7 დღე წმინდა დროდ გამოყო. როდესაც ღმერთმა სინაის მთაზე 10 მცნება გადასცა მოსეს, მან კვლავ გამოაცხადა ეს მე-7 დღე, შაბათი წმინდა დროდ, რომელიც განუყოფელი იქნებოდა ისრაელის ცხოვრებისა და რწმენისათვის. ქრისტიანულ ისტორიაში შაბათს წმინდა დროს სამი განსხვავებული ორიენტაცია აქვს. პირველი არის ღვთის შექმნის საქმის გახსენება, მეორე არის ღვთის გამოსყიდვის საქმის აღნიშვნა, მესამე არის გამოსყიდვის აღსრულების მომავალი დაპირის აღნიშვნა, როდესაც ჩვენ შაბათის დასვენებაში შევალთ ზეცაში მარადიულად. ამგვარად გამოსყიდვის ისტორიის მთელი მასშტაბი დასაწყისიდან დასასრულამდე წმინდად იქცევა შაბათის დაცვით. ურწმუნო და წარმართი ადამიანებიც კი ცდილობენ ყოველდღიური დროის რიტმის ერთფეროვნებიდან თავის დაღწევას. ისინი ეძებენ შესვენებას შრომის დაღლილობისაგან. მათ შეიძლება თქვან კიდეც ღმერთს მადლობა პარასკევია. შაბათი კვირა გამოყოფილია შრომის რიტმისგან შესასვენებლად.
ადამიანები ეძებენ წვეულების განსაკუთრებულ დროს, ან კიდევ ბედნიერ საათს. ისინი აღნიშნავენ საკუთარ განსაკუთრებულ დღეებს, როგორიცაა დაბადების დღეები, ან კიდევ ქორწილის წლისთავები. ისინი ეძებენ შვებას აქ და ახლა. მაგრამ ეს დღესასწაულები მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ წმინდა დროისაგან, რომელსაც ქრისტიანები აღნიშნავენ. ისტორიკოსი ელიადე ვრცლად აღნიშნავს ამის შესახებ მის წიგნში. პირიქით, რელიგიური ადამიანისათვის პროფანული დროებითი ხანგრძლივობა შეიძლება პერიოდულად შეჩერდეს, რადგან გარკვეულ რიტუალებს აქვთ ძალა, შეაწყვეტინონ ის წმინდა დროის პერიოდებით, რომლებიც არაისტორიულია, იმ გაგებით, რომ ის არ ეკუთვნის ისტორიულ აწყოს. ისევე როგორც ეკლესია თანამედროვე ქალაქის პროფანულ სივრცეში სიბრტყის გარღვევას წარმოადგენს. მის შიგნით აღსრულებული მსახურება პროფანული დროის გარღვევას აღნიშნავს. აწყო აღარ არის დღევანდელი ისტორიული დრო, არამედ დრო, რომელშიც იესო ქრისტეს ისტორიული არსებობა მოხდა, დრო, რომელიც მისი ქადაგებით, მისი ევნებით, სიკვდილითა და აღდგომით არის განწმენდილი. ყოველ შაბათ დღეს მორწმუნეები წმინდა დროს აკვირდებიან თაყვანისცემის კონტექსტში. სწორედ შაბათი დღის წმინდა შენახვა აღნიშნავს ქრისტიანისათვის რეგულარულ წმინდა დროს. ღვთისმსახურება განსაკუთრებული ლიტურგიული დროის აღნიშნულია. განკაცების რეალობის გამო თავად ისტორია ქრისტიანისთვის წმინდა ხდება. ჩვენს კალენდარს აღვნიშნავთ ძველი წელთაღრიცხვით ან ახალი წელთაღრიცხვით, დროზე მითითებით. ჩვენ გვაქვს ისტორიის თეოლოგია, რადგან ვაცნობიერებთ, რომ ისტორიას წმინდა მიზანი აქვს, თუნდაც ჩვენი ხსნა. ძველ აღთქმაში წმინდა დროის მთავარი მომენტია ის, რაც აღნიშნავდა ეგვიპტიდან გამოსვლისა და პასექის ხსოვნას. ღმერთმა ყოველწლიური დღესასწაული დააწესა ამ გამოსვლის აქტის აღსანიშნავად. გამოსვლის წიგნის მე-12 თავში კითხულობთ ჩვენ მე-14 და მე-17 მუხლებს. სამახსოვრო დაითქვით ეს დღე. დღესასწაულით იგი საუფლო დღესასწაულად თაობიდან თაობაში. სამარადისო წესად დაიდეთ ეს დღესასწაული. 7 დღეს ჭამეთ ხმიადი. პირველი დღიდან აღიკვეთეთ საფუარი სახლებში, რადგან ვინც კი შეჭამს საფუარიანს პირველი დღიდან მე-7 დღემდე, მოიკვეთება იგი ისრაელიდან. პირველ დღეს წმინდა წვეულება ქონდეთ, მე-7 დღეს წმინდა წვეულება ქონდეთ. ამ დღეებში არა საქმე არ გაკეთდეს, რაც თითოეულ საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს. დაიცავით უფუარობა, რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი მხედრობა ეგვიპტის ქვეყნიდან. დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობაში სამარადისო წესად. ანალოგიურად ახალ აღთქმაში პასექის დღესასწაულის ჩანაცვლება უფლის ტრაპეზის, ანუ ვახშმის აღნიშვნით ხდება. უფლის ვახშმის საიდუმლო პირველად ქრისტემ დააწესა პასექის აღნიშვნის კონტექსტში. პასექის ვახშმის დროს იესომ შეცვალა ლიტურგიის მნიშვნელობა, როგორც ახალი აღთქმის დაწესების ნაწილი, სადაც ელემენტები, რომლებიც ადრე გამოიყენებოდა გამოსვლის გასახსენებლად, ახლა გამოიყენება გამოხატვისათვის. უმაღლესი გამოსვლა, რომელიც მისი ჯვარზე სიკვდილით იქნებოდა აღსრულებული. ჭამისას აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა მის სამოწაფეებს და უთხრა: აიღეთ, ჭამეთ, ეს ჩემი სხეულია. აიღო სასმისი, მადლის შესწირა, მისსამა და უთხრა: ყველამ შესვით აქედან, რადგან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად. და მეგეუნებით, ამიერიდან აღარ შესვა ვაზის ნაყოფისგან იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შესვა ახალს მამაჩემის სამეფოში. ამას ჩვენ მათეს სახარების 26 თავში კითხულობთ, მუხლები 26-29. უფლის ტრაპეზის აღნიშვნა სამი განსხვავებული გზით მოიცავს წმინდა დროს. პირველი, ის წარსულში იყურება და მორწმუნეებს ასწავლის გაიხსენონ და ამის დაცვით წარმოაჩინონ ქრისტეს სიკვდილი. მეორე, ის ფოკუსირებულია დღესასწაულის აწყობო მომენტზე, რომელშიც ქრისტე ხვდება თავის ხალხს, რათა აღზარდოს ისინი და გააძლიეროს ისინი მათ განწმენდაში. მესამე, ის იყურება მომავალზე, ქრისტესთან მათი ზეცაში გაერთიანების უეჭველი იმედზე, სადაც ისინი მონაწილეობას მიიღებენ კრავისა და მისი პატარძლის ნადიმში. წმინდა სივრცესა და წმინდა დროში ქრისტიანები პოულობენ წმინდასთან თანდასწრებას. ზღუდები, რომლებიც ცდილობენ ტრანსცენდენტალურის გამორიცხვას, იმსხვრევა და აწყო დრო განისაზღვრება წმინდას ჩარევით. როდესაც ჩვენ ვაშენებთ ბარიერებს ამ ჩარევებისათვის და არ უშვებთ მათ და ვაშენებთ ჯებირებს, რათა მათ არ დაატბორონ ჩვენი სულები, ჩვენ ამ დროს ვცვლით წმინდას, უწმინდულით და ამითი ვძარცვალთ ღმერთს მისი დიდებისაგან, ხოლო საკუთარ თავს კი მისი მადლისაგან. Soli Deo Gloria, რაც ნიშნავს დიდება მხოლოდ ღმერთს. მადლობა ოსმანისათვის.